მოგესალმებით. უმცირესი საერთო ჯერადის მოძებნას შევისწავლით. იცი ორი რიცხვის უმცირესი საერთო ჯერადი გარანტირებული გექნება ერთი ქულა მისაღებ გამოცდებზე. ესე იგი, ორი რიცხვის ჯერადი რას ეწოდება ჯერ? ჯერადი არის ის რიცხვი, რომელიც მოცემულ რიცხვზე იყოფა. 5 ჯერადია. 10 ხუთზე იყოფა, 15 იყოფა ხუთზე და ასე შემდეგ. უმცირესი ჯერადი თვით 5 რიცხვი. 10-ის გამყოფია აქვე ის რიცხვი, რომელზედაც 10 იყოფა. 2 10 იყოფა 2-ზე, 10 გავყოთ 2-ზე, 1 5 10. ხოლო უმცირესი საერთო ჯერადი. ესე ჯერადი გავიგეთ, განმარტეთ, რომ ორი რიცხვის ჯერადია ის რიცხვი, რომელიც ორივეზე იყოფა უნაშტოდ. ხოლო უმცირესი ჯერადია მათი ჯერადებიდან უმცირესი. ესე იგი, ორი რიცხვის უმცირესი საერთო ჯერადი ეწოდება იმ უმცირეს რიცხვს, რომელიც ორივე რიცხვზე იყოფა უნაშტოდ. ჩავიწეროთ ეს წესი და დავიზეპიროთ, დავიმახსოვროთ. ორი რიცხვის უმცირესი საერთო ჯერადი რომ მოძებნოთ, ეს რიცხვები უნდა დავშალოთ მარტივ მომრავლებად. შემდეგ ამოვიწეროთ ერთ-ერთის ყველა მარტივი მომრავლი, უმჯობესია ყველა მომრავლი, ანუ მთლიანად ერთი დიდი რიცხვი ამოვიწეროთ. და მას მივუწეროთ მეორედან ის მომრავლები, რომელიც ამოწერილში არ შედის. თუ 3 რიცხვი გვაქვს, დავშლით 3-ის მარტივ მომრავლებად, გინდა 4, გინდა 5, ამოვიწერთ ყველაზე დიდს და ვამრავლებთ იმ მომრავლეზე, პირველის იმ მომრავლეზე, რომელიც ამ ამოწერილში არ შედის. მერე კვლავ მეორე, მესამე, მეოთხე დანარჩენის იმ მომრავლებზე, რომლებიც ამ ამოწერილში არ შედის. განვიხილოთ ახლა კონკრეტული მაგალითი. 2007 წლის პირველი ვარიანტი, ამოცანა პირველი. უმცირესი საერთო ჯერადი USJ 36 და 48 ტოლია. ვინც ეს წესი არ იცის, დაიწყებს რომ ჯერადი რომელზე იყოფა ერთზეც და მეორეზეც, ეს გაახსენდა და დაიწყებს იქიდან პირველ და გაიყო ერთზეც მეორეზეც და შემოხაზას მას. არა, შეიძლება ამის გარდა ჩვენ უმცირეს გვეკითხებიან, უდიდეს საერთო გამყოფ თუ გვეკითხებიან, ყველაზე დიდიდან უნდა დაიწყო და უმცირეს გვეკითხებიან. ეს გაიყო, ესეც ხომ არ იყოფა, ესე და შეიძლება სხვა აღმოჩნდეს. მაგრამ გამორიცხვის მეთოდით აქ არ გვინდა ახლა მუშაობა. გამორიცხვის მეთოდით ბევრ დროს დაგაკარგინებს და დავშალოთ პირდაპირ სტანდარტული ხერხი 36 გავხოთ 2-ზე. ნუ იჩქარებ და აქეთ ჯოხებით ნუ გახოთ. გამომთვლელით ყოფ და დამთავრებულია შენი საქმე. ზეპირი ანგარიში სულ გაგანადგურებს გამომთვლელი. 36 გავყოთ 2-ზე. როგორც გინდა გაყავი, ეცადე რომ ზეპირად გაყავი. რაც დაწერე, 2x8 16, 2x1 2 3. აუცილებლად გადავამოწმოთ. 18 გავყოთ 2-ზე, 9, 2x9 18. 3-ზე 3 გავყოთ 3-ზე 1. 48 გავყოთ 2-ზე 40, 2-ზე 28, 4, 2x4, 2x2, 2x2, 4. გავყოთ 2-ზე 12, 2x2, 4, 2x1, 2. აუცილებელია გადამოწმება, რადგან შეეჩვეო, რომ გამოცდაზე მექანიკურად შეცდომა არ დაუშვა. 2, 6, 2x6, 12, 2, 3, 3, 1. ახლა USJ უმცირეს საერთო ჯერადი. ისეთი რიცხვი მინდა, რომ 48-ზე გაიყოს. ანუ 48-ის ყველა მომრავლს უნდა შეიცავდეს. 2, 2, 2, 2, 3. ხო ამოვიწევდა, მერე უნდა გადავამრავლოთ და მოდი ბარემ პირდაპირ 48 ამოვიწეროთ, პირდაპირ. ყველა მომრავლი აქ შევიდა. 48. გავამრავლოთ. ის მომრავლი, რომელიც აქ არ შედის.
აქედან უნდა მოვიწეროთ ის მამრალი, რომელიც აქ არ შედის 48-ის დაშლაში. ორი-ორიანი შედის. ერთი სამიანი დაგვრჩა. გამომრავლოთ 3-ზე. 3-ჯერ 8. ნუ 4-ით დამთავრდა, ესე იგი სავარაუდოდ ეს არის პასუხი. 3-ჯერ 24, 3-ჯერ 4 12. კი გითხარით, მე უმცირესი საერთო ჯერადიდან უნდა დავიწყოთ. უმცირესი საერთო ჯერადი უმცირესი რიცხვიდან უნდა დავიწყოთ პასუხებიდან. მაგრამ თვალის გადავლებით ეთქობა რომ ბევრ დროს დავკარგავთ. აი უდიდესიდან დაწყება შეიძლება შეცდომად დავუშვა. 12 არ არის. არ იყოფა 36-ზე, არც 48-ზე. 36 იყოფა, მაგრამ 48-ზე არ იყოფა. 96. 2-ჯერ 8 16, 2-ჯერ 4 9. 36-ზე 2-ჯერ 6 არ იყოფა. 108 სწორად არ იყოფა. აი რამდენ დროს წაიღებს კერძო ჩასმა. სტანდარტული ხერხი კარგია. გისურვებთ წარმატებებს. ველი კომენტარებს რა საკითხების შესახებ გაინტერესებთ ამოხსნათ იმ საკითხებზე ვიმუშაოთ. მომავალ შეხვედრამდე.